გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი. ირმა ინაშვილის განცხადებით აღნიშნული შემზარავი ქმედება პოლიციელების მხრიდან არის გამოძახილი ქვეყანაში არსებული მძიმე ატმოსფეროსი, რასაც ქართული ოცნების მთავრობა ნერგავს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანზე, როგორი ადამიანი მართავს სახელმწიფოს, მის ადამიანურ თვისებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ბოლო 2 წელი კობახიძის მმართველობის იყო გაჟღენთილი სიბოროტით, აგრესიით, გულცივობით, შეუვალობით და უსიყვარულობით. და ვნახეთ ჩვენ პოლიციის ჯგუფური თავდასხმის შემზარავი ფაქტი გორელ 2 ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ეს გამოძახილია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფური ძალადობა არის გამოძახილი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში იმ ზოგადი ძიმე ატმოსფეროსი, რასაც ეს ხელისუფლება და კობახიძის მთავრობა ნერგავს. ნულოვანი თანაგრძნობა, აი ამ ნულოვანი თანაგრძნობის შედეგია, რაც გორში მოხდა. და არასდროს არ უნდა განმეორდეს მსგავსი რამ და ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვანი იმაში, რომ დავგმოთ ეს ძალადობა, ავიმაღლოთ ამ ძალადობაზე ხმა, ვინაიდან დღეს თუ ამაზე გავჩუმდებით, ხვალ ეს აკლემი სხვების კართან დაიჩოქებს. და კარგია რომ აღიძრა საქმე, კარგია რომ პროკურატურა არის ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტრო და კარგია რომ დაკავებული არიან ეს პოლიციელები და უნდა ესმოდეს ყველას, რომ აი ასე მოქალაქე წიხქვეშ გაიგდო და სასტიკად ცემო ეს არავის არ შერჩება. პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირის მდგომარეობა ღამით დამძიმდა და ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ოჯახის წევრების ინფორმაციით პაპუნა ლოცულაშვილს ბინაზე წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. გუშინკი დღის მეორე ნახევრიდან თავის ტკივილები დაეწყო და ორჯერ დაკარგა გონება, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. კლინიკაში აცხადებენ, რომ ტვინის შერყევა კვლევებით არ დადასტურებულა. პაციენტის გონების დაკარგვა კი ტკივილებმა გამოიწვია. ექიმის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და ის სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება. გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელია დაკავებული. პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი, პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს, თქვა, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას არ ვლინდება. სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულ გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება შესაძლებელი. უგზოობა პრობლემას ქმნის ბარში დარჩენილი სხვილფეხა საქონლისთვის, ასევე ტურისტული ბიზნესისთვის, რადგან ჯავშნები უქმდება. გზების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს სვისკოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფშაველი ომალო საავტომობილო გზის გასაწმენდად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ზვავები და მეწყრული პროცესების სამუშაოების დასრულებას აფერხებს, რასაც უამინდობაც ემატება. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ჩვენი მოთხოვნა არის თუშეთის გზის დროული გახსნა, რომელიც აწუხებს მთელ სათუშო მოსახლეობას, იმიტომ რომ ყველანი ვართ მაგ გზაზე დამოკიდებულები, ოჯახების შესანახად და შემოსავლის წყარო ერთ-ერთი ეს არის, რომელიც მესაქონლეობიდან გამომდინარე და ტურიზმიდან და მესაქონლეობის მხრივ საქონელი ცხვარი როგორღაც გადადის, წყვილფეხა საქონელი ვერ ახერხებს გადასვლას, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი დღის მდგომარეობით სტიქიური მოვლენაა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდარღვევად ცნო და 100,000 ლარით დააჯარიმა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალათში რუსული დრონი 10 სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და 2 ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუმინეთთან საზღვრის სიახლოვეს. ერთ-ერთი ასეთი დრონი კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მომხდარს ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და სანქციების 21 პაკეტს ამზადებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მიღწეულია შეთანხმება მემორანდუმზე, რომლის მოქმედების ვადა 60 დღეა და ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას და მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აღნიშნული 29 მაისს პირველმა დაწერა გამოცემა აქსიოსმა, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და შეერთებულ შტატებსა და իրան შორის საშუამავლო პროცესში ჩართულ წყაროებზე დაყრდნობით. მემორანდუმის პირობებს შორისაა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფაც და 30 დღეში ირანის მიერ სრუტის განაღმვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მემორანდუმის დასადასტურებლად თანხმობა ჯერჯერობით არ გაუწია. თანხმობა ოფიციალურად ჯერ არც ირანს დაუდასტურებია.